უპირველეს ყოვლისა მინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული პოლიციელის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯამრთელება ვუსურვო მეორე პოლიციელს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება მოახერხებს რეალური მკვლელის დადგენას, მოახერხებს იმას, რომ ჩაატაროს ნორმალური ოპერაცია და არა სანახაობები დადგას და შეძლებს, რომ ვითარება ქვეყანაში კრიმინალური ვითარების და კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით გაუმჯობესოს. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ასევე საგანგებოდ მინდა გავაკეთო, ეს განცხადება ეხება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების ისლამურ სახელმწიფოში, ისლამური სახელმწიფოს საბრძოლველად გამგზავრების ცალკეულ ფაქტებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებს ადგილი აქვს და ეხლა უკვე არასრულწლოვანები არიან ჩათრეულები ამ პროცესში. მე მინდა მართლაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ყველანაირად მხარში უნდა დაუდგეთ ჩვენ უხუცესთა საბჭოს მოთხოვნას, როდესაც ისინი ითხოვენ ხელისუფლების მხრიდან რეალურ და ეფექტურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ დაქვემდებარებული რაღაც გაუგებარი სპეციალური ძალების და განსაკუთრებული ძალების მოქმედებას და ფაქტია, რომ შემთხვევითი არ არის ის, რომ დღეს პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების ნაწილი ხვდება იქ, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ. ამაზე ხელისუფლებას დროზე უნდა გაეკეთებინა რეაგირება, როდესაც პირველი ინფორმაცია გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს მხარეს, სახელმწიფო რომ თავის ადგილზე და თავის სიმაღლეზე იყოს, ეს ვერ მოხდებოდა, ყოველ შემთხვევაში მასშტაბი აშკარად იზრდება და ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი მოქალაქეებისათვის და სახელმწიფო რომ თავის ადგილზე იყოს, ბუნებრივია ამაში ვერ იქნებოდნენ ჩართული არასრულწლოვნები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, გაფრთხილდეს მათ შორის თურქეთის მხარეც, რომ ყურადღება იყოს მიქცეული საქართველოსდან არასრულწლოვანების გასვლის შემთხვევებზე, ან თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების იმ რეგიონში მოხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად აჩვენებს, რომ საბრძოლველად მიდიან ჩვენი თანამემამულეები. ეს უნდა აღიკვეთოს და სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე და თავის მოწონების ნაცვლად საქმე აკეთოს. სრულწლოვნების მიღება საქართველოს უსაფრთხოება რა რისკების წინაშე დგას, როდესაც ესეთი მოძრაობა არის? არა, უპირველეს ყოვლისა რისკის ქვეშ დგება ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც მიდიან იქა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანი დარწმუნებული ვარ მე, რომ შეცდომაშია შეყვანილი, ძალიან ბევრი მათგანი ალბათ ამ გაჭირვებული ყოფის გამოც არის იქ წასული, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მათ თანხას თავაზობენ. პირველ ყოვლისა სახელმწიფომ უნდა იფიქროს საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე, რომელიც აშკარად საფრთხის ქვეშ დგება და ამავდროულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ არ მოქმედებდეს რაიმე სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესის გაღრმავებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბუნებრივია და ძალიან სწორად თქვა აქ უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. აქ არაფერ შუაში საქართველოს არ არის, ჩვენ უნდა რა შეგვიძლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიზრუნოთ იმაზე, ან ვისურვოთ ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ომი დამთავრდეს და ეს საშინელი სისასტიკეები არ ვიხილოთ, მაგრამ თუ ჩვენ და ჩვენი თანამოქალაქეები ამაში ჩართულები იქნებიან, არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა დოზით კონფლიქტმა საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს რაღაცა ტიპის ტერაქტები, ან ასე ვთქვათ, გატაცებები ადამიანების და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შევდივართ რეალურად ძალიან მძიმე, არასტაბილურ, ასე ვთქვათ, მორევში, რომლისგანაც ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ თავი დავიცვათ, მაგრამ ახლა ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში, რომელიც ვერ ხვდება უბრალოდ რა პრიორიტეტები არსებობს და როდის რა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ პროცესის შეჩერება იქნება რთული.